ეხლა ვიტყვი ვინ არის ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი და ესე იგი ვის აღიქვავს გმირებად და რანაირ პროცესებს აფასებს დემოკრატიულად ესე იგი ეს ბანძი ქალი ეს არის უბედურება რომ ესე იგი ოპოზიციის მხრიდან აი ამ ქალის გარშემო ერთიანდება მთელი ოპოზიცია და ეს არასწორი ქალი ხდება ამ პროცესების ლოკომოტივი, ხო? ამ ქალბატონის ესე იგი გარშემო ერთიანდება ყველა და ყველაფერი და და ვინ არის ეს სალომე ზურაბიშვილი ბოლო-ბოლო, ხო? აი რა ადამიანია, რომ რაღაცა ვითომ გამოდის და მამამისი რო გმირად გამოყავს და ის ჟორდანიას მთავრობა და რაღაცეები, ხო? ისინი იყვნენ არასწორი ხალხი. იმათ თავისი ქვეყანა და ხალხი მიაგდეს, მიატოვეს და ბოდიში და პროჭებივით გაიქცნენ საქართველოსთან და იქ იუნკერები დააყენეს, ბავშვები შეაკლეს და თვითონ გაქონება და განძი რაც იყო გემებზე და გაიქცნენ ისე ვიმეორებ ბოდიშს ვიხდი და პროჭებივით. აი მაგ წინაპრის შთამომავალია ეს არასწორი ქალი და საქართველოში თბილისს რო ცეცხლი ეკიდა ეს ბანძი ქალი საფრანგეთიდან აი ესეთ წერილს იწერებოდა და ესეთ განცხადებას აკეთებდა. აი ყურადღებით დავაკვირდეთ ძალიან გთხოვთ ამ წერილს და განცხადებას. ესე იგი სალომე ზურაბიშვილი წერს ზვიად გამსახურდია როგორც დიქტატორი დაამხო დემოკრატიულმა ძალებმა. ამისთვის თენგიზ კიტოვანს, ჯაბა იოსელიანს, თენგიზ სიგუას და მთელს ოპოზიციას დიდი მადლობა. სალომე ზურაბიშვილი 1992 წლის 7 იანვარი და შემდეგ წერს ესეთ რაღაცას. ერი უნდა იცნობდეს საკუთარ გმირებს და ვეთანხმები ამაში რომ ერი უნდა იცნობდეს საკუთარ გმირებს და ერი უნდა იცნობდეს ასევე ანტიგმირებს. სწორედ ანტიგმირი იყო მამამისი და ის მთავრობა და ის ხელისუფლება ვის გარშემოც ესე იგი მამამისი ტრიალდებოდა და რა საზოგადოებაშიც მამამისი იყო აი ესენი ეს ხალხი იყო საქართველოს მიმგდები ხალხი რომელმაც მიატოვა ქვეყანა ხალხი ის ბავშვები შეაკლა ბოლშევიკებს და კიდევ ვიმეორებ თვითონ ეს არასწორი ფარჩაკები მოახტნენ გემებს და გაიქცნენ. აი ეს იყო ზურაბიშვილის მამა და ის მთავრობა რასაც მაშინ ნოე ჟორდანიას მთავრობა წარმოადგენდა. ეს ქალი არის არასწორი წინაპრის არასწორი შთამომავალი. აი ეს არის რეალობა, თორე ის კი არა რომ ისეთი შილმაროა შექმნილი რომ აი რაღაცა ზურაბიშვილი თურმე ისეთი წინაპრის შვილია რომელიც აი უნდა ვადიდოთ და რაღაცა წამებული და გმირი და გმირი კი არა პროჭები იყვნენ ისინი იყვნენ ქვეყნის გამწირველები და თავისი ხალხის მიმტოვებლები რომლებმაც ქვეყანა და ხალხი შეატოვეს ბოლშევიკებს და მიუგდეს საჯიჯგნად ამდენი წელი და თვითონ გაიქცნენ იქ საფრანგეთში და იქ ტაში დაუკრეს ამათ და გმირის ორდერები დაიკიდეს. დღესაც ზუსტად იგივეს ცდილობს ეს ბანძი ქალი რომ აქ როგორღაც იქნებს სიტუაცია აირიოს და მე ზურაბიშვილი და ეს ვაფშე ვინც არიან აი ეს ოპოზიცია ხო ყველა გაიქცევა ჩვენ შეგვატოვებენ და შეგვაკლავენ ამ პროცესებს ესენი იქ სადღაც ევროპაში ან დასავლეთში სადაც ჩავლენ ესე იგი გმირები გახდებიან ისევ რაღაც გმირის მედლებს დაიკიდებენ და მთელი ცხოვრება გაატარებენ ისე ნეტარებაში რომ სინდისი არ შეაწუხებთ. აი ეს არის რეალობა და აი ამას წარმოადგენს ზურაბიშვილი და ზურაბიშვილის თვალით დემოკრატიული პროცესი არის და დემოკრატიის ზეიმი არის აი აქ ძმათა მკვლელი სისხლი რო ქონა ქართველები რო ერთმანეთს რო ხოცავდით აი მაგას ხედავდა დემოკრატიულ პროცესად და თენგიზ სიგუას და ესე იგი კიტოვანს და იოსელიანს აღიქვამდა როგორც გმირებად და აფასებდა როგორც გმირებს და ერს აი ამ ხალხს ზურაბიშვილი კიტოვანს გუტენიდა როგორც გმირს. დღესაც იგივეს აგრძელებს აი ეს ბანძი ქალი და ანწუხელიძეს რო ახსენებს პირი გამოირიცხოს და ისი ახსენოს რა ანწუხელიძესთან ვერ მოვა ვერც მამამისი და ვერც ის მთავრობა მთლიანად ვინც იყვნენ ისინი იყვნენ ქვეყნის მოღალატეები და პროჭებივით გაიქცნენ და ანწუხელიძემ
თავისი ქვეყნის დიდებას შეაკლა თავი და დიდება გმირებს და დიდება ანწუხელიძეს და მართალია ერი უნდა იცნობდეს თავის გმირებს და თავის ანტიგმირებს. სურაბიშვილი არის ანტიგმირი და ანტიგმირის შთამომავალი და დღესაც აი ეს ბანზი ხალი ასრულებს დავალებას, იმ დავალებას, რაც მიცეს თავისმა ბატონებმა და თუ აი ამას ქართული ოცნება საჯაროდ არ გახდის საქვეყნოდ, თუ ვინ არის ეს ხალი და ფაქტებით არ დადებს, ქართული ოცნება იქნება ზურაბიშვილზე უფრო ბანძირი. აი ესე ჩავთვლი მე პირადად. ეს ხალი რო დღეს პრეზიდენტია და ვითომ რაღაცას რო წარმოადგენს, ესეც ქართული ოცნების ბრალია. ქართულმა ოცნებამ შემოგვტენა როგორც პრეზიდენტად ეს ბანძი ხალი და დღეს აი რაღაცა ისეთი თვით დაჯერებული გახდა ეს ზურაბიშვილი, რომ გონია რომ მართლა რაღაცას წარმოადგენს და აი გამაერთიანებელია. არასწორი ადამიანის გარეშე რომ გაერთიანდები, ეს პროცესი სიკეთეს ვერ მოიტანს და ესე იგი საფუძველშივე გაწირულია კრახისთვის. აი ამ უბედურებაში ვართ დღეს ქართველები, რომ იქით ესე იგი იმას ყაველაშვილის გუტენიან პრეზიდენტად ხელისუფლების მხრიდან და ოპოზიციის მხრიდან კიდე აი ამ ბანძქალს გუტენიან, რომ აი ამის გარშემო უნდა გავერთიანდეთ. აი სინამდვილეში აი ამ უბედურებაში ვართ და აი ამას უნდა გავუსწოროთ ყველამ თვალი, თორე ის კი არა რაღაცა რომ ზურაბიშვილი წარმოვიდგინოთ, რომ აი რაღაც მართლა დემოკრატიის შუქურა და ერთადერთი გადამრჩენი ამ ქვეყნის. აი ხო წავიკითხე რა ხალია ზურაბიშვილი და რა პროცესებს აღიქვავს დემოკრატიად და ვინებს აღიქვავს გმირებად. აი ამაზე უნდა ვიფიქროთ, კარგად დავფიქრდეთ და არ უნდა მივცეთ აი ესეთ ბანძქალებს და აი ესეთ არასწორ პოლიტიკოსებს იმის უფლება, რომ აქ რაღაცა ვითომ პოლიტიკურ პროცესების სათავეში მოექცნენ და რაღაცა ლოკომოტივის როლი იკისრონ. აი ეს არის ჩემი თვალით დანახული ზურაბიშვილი და მისი წინაპარი და თვითონაც რას წარმოადგენს. აი ეს არის სამწუხაროდ რეალობა, რასაც მე ვხედავ და რაც ფაქტებია. აი ამას ვიძახი მე. არაფერს არ ვიგონებ. ფაქტია, რომ არასწორი წინაპარი ყავდა და არასწორად მოიქცა მაგის წინაპარი და ის მთავრობაც თავის ხალხთან და თავის ქვეყანასთან და ეს ბანძი ხალიც იგივენაირად არასწორად იქცევა თავის ხალხთან და თავის ქვეყანასთან, თორე ისტორია დაარქმევს ყველაფერს თავის სახელს. აი ამის თქმა მინდოდა ამ ვიდეოთი.